მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმებით ამ სწრაფ საზოგადოებას. კომიტეტის სხდომა შეგვიძლია რომ დავიწყოთ, გამომდინარე იქიდან რომ კვორუმი გვაქვს, დღის წესრიგით გათვალისწინებული არის მხოლოდ ერთი საკითხი, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა მესამე მოსმენით. მომხსენებელი ქალბატონი თამარ ღვამიჩავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ჯერ დღის წესრიგი დავამტკიცოთ. მადლობა. ქალბატონ თამარ, გთხოვთ, ესე იგი მესამე მოსმენიდან გამომდინარე ხომ არ ასახულა მოცემულ ჯერ დავიწყოთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებში ისეთი გრამატიკული და სტილისტური შეცდომები, რასაც შინაარსის ცვლილებასთან შეიძლება ჰქონოდა ადგილი. მოგესალმებით. წარმოდგენილ კანონპროექტში მეორე მოსმენის შემდეგ ისეთი სახის რედაქციული ცვლილებები, რომელიც გავლენას იქონიებდა ნორმის შინაარსზე, არ განხორციელებულა. მადლობა. შეკითხვები? არ არის ასეთი. ანალოგიურად მინდა გკითხოთ პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან მიმართებაში მეორე მოსმენის შემდეგ ხომ არ ასახულა ისეთი სტილისტური, გრამატიკული ან შინაარსობრივი ცვლილებები, რომელმაც არსებითი გავლენა იქონია წარმოდგენილ რედაქციის შინაარსობრივ მხარეზე. აღნიშნულ წარმოდგენილ კანონპროექტშიც მეორე მოსმენის შემდეგ ისეთი სახის რედაქციული ცვლილებები, რომელიც ნორმის შინაარსზე გავლენას იქონიებდა, არ განხორციელებულა. შეკითხვები, კოლეგებო? არ არის. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია. მაშინ თქვენი ნებართვით კენჭისყრაზე ვაყენებ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით წარმოდგენილ ცვლილებებს კენჭისყრაზე ვინ არის მომხრე? ერთხმად არის მიღებული, ამიტომ აღარ ვკითხულობ ვინ არის წინააღმდეგი ან თავი შეიკავა. საკითხი განხილულია, გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე კვირის სასესიო პლენარულ სხდომაზე. ეს საკითხი გავა და ჩვეულებრივად საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ცვლილებები იქნება მიღებული და უახლოეს პერიოდში მათ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ უკვე ძალაში შესულად ვიხილავთ. დიდი მადლობა, ამით სხდომა დასრულებულია. მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის.